უნივერსიტეტო განათლებაზე იყო საუბარი, მაგრამ 12 კლასთან დაკავშირებით იმოსწავლებს რეალასარია 22,000 კვადრატული მეტრი უნივერსიტეტის შენობისთვის. სანამ პროკურატურა ამბავს გამოიძიებს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ 2008 წელს, მაშინ როცა ქვეყანაში იყო ომი, ზრუნავდა თუ არა სააკაშვილი დედის ბიზნესს? ზოგადად ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, ხო? რაც არის, აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა და არჩენი დავალოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს. მე-13 დღეა დუმს ევროკავშირის პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეხვედრებთ? ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თავის როზე თქვენ გახსოვთ, რომ ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის ცდილობას და ამის შემდეგ მათ რა თქმა უნდა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან გულისხმობს სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფოზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ასთავარი ამას საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში, ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. კითხავთ განათლების რეფორმას რომ დაუბრუნდეთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ მე-12 კლასი უნდა გაუქმდეს, ეს რეალურად დააყენებს თუ არა პრობლემების წინაშე იმ ადამიანებს, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურთ ევროპაში სწავლის გაგრძელება, თქვენ თქვით, რომ მათ შეუძლიათ წავიდნენ და იქ დაასრულონ მე-12 კლასი, თუმცა ასე ხომ არ ხდება, ყველას ხო არ აქვს ამისი რესურსი, რომ წავიდეს მე-12 კლასი დაასრულოს, შემდეგ იქ ჩააბაროს, რეალურად ხომ ურთულებთ მოსწავლეებს კიდევ უფრო სწავლა-განათლების მიღებას? პირველ რიგში შევთანხმდეთ ერთ რამეს, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით, ხო? ამას უნდა შევთანხმდეთ, თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. რაც შეეხება დამაცადოთ. თუ კითხვა გაქვთ და ინტერესი გაქვთ, მაშინ დამალოდოთ, იქნებ მოკმაყოფილებ თქვენს ინტერესს. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს ქვეყნის პრიორიტეტია. მთავარი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგენთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე. ბატონო, ერთ დავაზუსტებ, მე-12 კლასის საკითხი უკვე გადაწყვეტილია თუ ეს მსჯელობის საგანია, იმიტომ რომ გუშინ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ფართო საზოგადოება შესთავაზებიან მსჯელობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, აბსოლუტურად ყველა თემაზე. თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ. თავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე მე-12 კლასის საკითხი რო ავიღოთ, ხო დღეს იცით რა მდგომარეობა, დღეს პრაქტიკულად მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, ხო? რატო? იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ხო, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ხო? ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არიან ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის, თავარია რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, თუ თქვით, რომ დღესეულს არაფერი ემუქრება, მაგალითად სამხატვროს არაფერი ემუქრება და ასე შემდეგ. არ გისაუბრიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რა ბედი შეიძლება ეწიოს ამ უნივერსიტეტს? მე შენობებზე მქონდა საუბარი და არა უნივერსიტეტებზე, რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი
ავტონომიით. ერთადერთი პრინციპი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ქონდეთ ერთ-ეგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც გარანტილების ნაწილია, რომ შესაძლებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ბატონო ირაკლი, მე მინდა გკითხოთ, გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს. აი, რა გავლენა ექნება ამ კანონს ნაცმოძრაობაზე, მაშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიის დასკვნით ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს არაერთი დანაშაული იწდება. რეალურად კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნუ დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე და რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტან სარჩელს. დავაზუსტებთ შეიძლება 10 პარტიამდე იქნება თქვენ თქვით, ანუ რომ გადავხედოთ ოპოზიციურ გვას დაახლოებით ამდენი პარტია სულ, ანუ ველს ასუფთავებს სრულად ქართული ოცნება. დღეს საქართველოში არის რეგისტრირებული 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამზადებთ. გაიგებთ რამდენიმე დღეში, როცა შევა სარჩელი. გაიგებთ რამდენიმე დღეში გაიგებთ, როცა შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. სამართლიანი არჩევნების პარტნიორმა ორგანიზაციამ ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებს უწოდა. ფეიქ დამკვირვებლები რამდენად შეიძლება იყოს ესეთის მოკავშირე ორგანიზაციის? ნუ რეალურად ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის როზე თავარ ფეიქზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ეგრეთ წოდებული PVT-ის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის თავარი ფეიქის, საარჩევნო ფეიქის მფარველი, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვერაფერი ფასი ვერ ექნება. ცესკოს განცხადებაზე მინდა გითხოთ, ბატონო ირაკლი, მათი განცხადებით ოპოზიციური მედიებისა და ისპედის დაფუძნებული ორგანიზაციების სპეკულაცია დამკვირვებლების სიყალბესთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული სპეკულაცია და დისკრედიტაციის მცდელობა უბრალოდ ცესკოს მიმართ. აი, როგორ შეაფასებთ? ნუ რა თქმა უნდა, ასეა, რეალურად ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაგვირვებოდა ამ არჩევნებს, იყო საკმაოდ ფართო სპექტრი, როგორც ადგილობრივი, ასევე როგორც მესაფლავები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ, თუ გინდათ მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები. მე სხვა თემაზე გეუბნებით. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაგვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩადარდა თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერც ერთი ორგანიზაცია. 50-ზე მეტი ადამიანი არის ამ დროისთვის დაკავებული, გუშინ შეუვარდი კიდევ რამდენიმე მოქალაქეს. აი, თქვენთვის ეს დაკავებების ფორმა როგორც ხდება, ეს სპეცრაზმის შევარდნა, გუშინ 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი. აი, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, ბატონო ირაკლი? ტყუილებს ნოიტყვით, 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, ეს არის სამარცხვინო ტყუილი. ასეთ ტყუილებს არ შეიძლება აი ეს არის თქვენი სტანდარტი, ხო, სამარცხვინო ასეთი რამე, ასეთი ტყუილი. ეს კადრი ნახეთ თქვენ, რომ 4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს. თუ რა ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში და
სპეცრაზმი ჭირდება, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დაკავება. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის ცდილობაში მონაწილეობა, ხო? ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის ცდილობაში, ყველა უნდა შეეგუოს, ამას ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვიას ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთვნენ დამხობის ცდილობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, მათ შორის თქვენი ტელევიზია აგულიანებდა ამ ადამიანებს, შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამხობის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, ხო? რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის ცდილობაში, ყველა იქნება დაკავებული. ძალადობის დამფინანსებლებით უნდა დააკავოთ. აპირებთ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. არ ვიცი, ვის გულისხმობთ თქვენ? გუნდის წევრებს როგორც თქვენ. არა, რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსებული მე გითხარით იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, ხო? მაგალითად ხაბიეშვილი, რომელიც თვეში იღებდა 5000 ლარს, ხო? ეს პირდაპირ დამხობის დაფინანსება არ იყო. ინტერვიუში რომ აგულიანებდნენ ამ ადამიანებს 4 ოქტომბრის წინ, მათ შორის ვიცით კონკრეტული თანხები რაც ირიცხებოდა. ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. არა, მე ხაბიეშვილს გულისხმობდი პირველ რიგში და რამდენიმე ადამიანს. ანუ ხაბიეშვილს და რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი, პირდაპირ გითხარით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი უწყისი, სადაც ხაბიეშვილი იყო გაფორმებული ანიტას სახელით და მას ერიცხებოდა ყოველთვიურად 5000 ლარი და ამას გულისხმობდი, ხო? ასევე იყვნენ მაგალითად თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელიც პირდაპირ დაფინანსებას ეშდა და ისიც მონაწილეობდა ამ შეგულიანებაში. არა, უწყისი აქ არ მაქვს ნანახი, ისე მაქვს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში გეუბნებით სიმართლეს, ხო? ტყუილი რომ მინდოდეს, ვიტყვი რომ უწყისი მაქვს ნანახი, მაგრამ ერთ შემთხვევაში მაქვს ნანახი უწყისი, მეორე შემთხვევაში მაქვს სარწმუნო ინფორმაცია. მეორე შემთხვევაში მაქვს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნოდარ მელაძე იგივე ადამიანებისგან იღებდა დაფინანსებას და კონკრეტულ დაკვეთებს იღებდა და დღემდე იღებს კონკრეტული ადამიანებისგან. არა, თუ შეიძლება კითხავთ, არა, უნდა ამოვწუროთ ეს თემა რა. კი ბატონო. ანუ 4 ოქტომბერს არაფინანსებდნენ ეს ადამიანები 4 ოქტომბრის მე გითხარით, რომ კონკრეტულ ადამიანებს აფინანსებდნენ, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ორგანიზებაში და მთავარი გითხარით ხაბიეშვილი, ხო, რომელმაც დაიწყო დაანონსება თქვენ ტელევიზიასთან ერთად ხაბიეშვილი იყო მთავარი, ვინც პირველად დაანონსა ეს დამხობის მცდელობა, ხო? ნუ ნახოთ ახლა გამოძიება თუ მივა კონკრეტულ ადამიანებამდე, მე არ ვიცი. მე შემიძლია ყველას უთხრა, რომ უწყისი მაქვს ნანახი, სადაც 5000 ლარი იყო მითითებული ანიტას გასროლ. თქვენ ამბობთ, რომ კორუფციის გამოაშკარავების შიშები შეიძლებოდა ქონოდათ ამ ადამიანებს. აი, რა მიმართულებით შეიძლება ამ ხრივ წავიდეს? ჩვენ ნახეთ, რომ თქვენ თქვით მივიღეთ პრევენციული ზომები. პრევენციული ზომებია შესაძლოა ყოფილიყო ჯვანშერ ბურჯულაძის დაკავება, ბიჭიკო ბაიგიძის დაკავება. ბიჭიკო ბაიგიძე და ჯვანშერ ბურჯულაძე ამასთან არაფერ შუაშია, რაც შეეხება არა ამასთან პრევენციულ ზომებში ამას არ გულისხმობდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ბევრი სხვა ზომა მივიღეთ, პრევენციული ზომა. არ მინდა რომ განგემართოთ, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ინფორმაცია გაგიზიაროთ, რომელიც გამოძიებისთვის უნდა იყოს კონფიდენციალური, ამიტომ ამაზე არ ვისაუბრებ ბუნებრივია. აფინანსებდა, აი დაკავებულია ლევან ხაბიეშვილი, დაკავებულია პაატა ბურჯულაძე. ვინც მათ აფინანსებდა, თუნდაც თქვენი ლოგიკას რომ გავყვეთ, ისინი არ უნდა იქნენ დაკავებული და ამ მიმართულებით გამოძიება. არ ვიცი, ეს გამოძიების საქმეა, შეიძლება მუშაობ, ეს არის გამოძიების საქმე, თუ რაიმე სიახლე იქნება, რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. კი ბატონო, არა, კორუფციის ბრალდებით თუ გაგრძელდება დაკავებები, თუ ეს ვერ გეტყვით, ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, არ ვიცი, უნდა დავალოდოთ გამოძიებას, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში მოქმედებენ. კახა კოტორაშვილი თუ იცით ვინ არის? პირველად მისვლის. ანუ ეს არის თქვენც აღარ გახსოვთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც აბრალებენ ქვეყანაში 2 მილიარდი ლარის დაახლოებით გათეთრება წლების განმავლობაში. თქვენც კი აღარ გახსოვთ, ლომბარდის თანამშრომელია. ანუ ამდენი ხანი გავიდა და
ერთი ლომბარდის თანამშრომელი არის დაკავებული. მასზე გადიოდა მხოლოდ გამოძიების საქმეა, გამოძიება გაგრძელდება ბუნებრივია, როდესაც ამ მასშტაბის საქმესია საუბარი, ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება და გამოძიება მოგვიანებით გაგიზიარებთ შედეგებს. როცა სულ ძალიან სწრაფად მიდის ეს გამოძიება და პრევენციულად დააკავეთ ვინმე და ვინმე შეუთვალეთ. და ვინ თქვა რომ ნელა მიდის ამ შემთხვევაში, ხო? გამოძიებამ გამოავლინა კონკრეტული პირი, დიდი დრო არ არის მას შემდეგ გასული და რა თქმა უნდა გაგრძელდება გამოძიება. ბოლო კითხვა და გავედით. თქვენ ამბობთ, რომ ლევან ხაბეიშვილს კონკრეტული ადამიანები აი გუშინ გავიგეთ ჩვენ ქართული ოცნების წევრებისგან, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ დასაქმებული, თუმცა არ გვეუბნებიან რამდენად მაღალ თანამდებობაზე. შესაძლოა რომ კვალი მივიდეს მათ შორის გრძელი მოშობამდე. თქვენ სახელებს და გვარებს ასახელებთ ხოლმე, მე არ მინდა არც ერთ სახელში და გვარში შესვლა, ეს პოზიცია იცით ჩემგან, აქედან გამომდინარე, თავადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა იქნება ჩემი პასუხი. როგორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრი, უბრალოდ სამსახურის უფროსი იყო? დავანებოთ სახელებს და გვარებს, ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დღეს ყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს ამის პირობას გაძლევთ მომგამდინარეებთან ერთად. კიდევ ერთხელ მე არ საუბრობ წარსულზე. არ საუბრობ წარსულზე, საუბრობ დღევანდელ დღეზე, კონცენტრირებული ვართ უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ამის პირობას ვიძლევით ბატონ მომგამდინარეებთან ერთად. Europe-Elects ესეთი არის ორგანიზაცია, გამოაქვეყნა მონაცემები, როგორ მოხდა არჩევნებით манипуляция ამ თვითმმართველობის არჩევნებზე და ანალიზმა აჩვენა, რომ შედეგები გაყალბების ნიშნებს შეიცავს, შეადგინეს დიაგრამები, შეადარეს წინაწლების არჩევნებს და გამოჩნდა, რომ ამ არჩევნებზე რიცხვითი ანომალიები და ეგრეთ წოდებული რუსული კუდი იყო, აი დასაწყისი. მე საერთოდ არ გამიანალიზებია რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ ანალიზი, თუმცა ვთხოვე ჩვენს სპეციალისტებს გაიანალიზებინათ და მითხრეს რომ არის ეს სრული სასაცილო აბსურდი. თქვენს კი ამგლივაზე ვამბობ, სრულად სასაცილო აბსურდი. ანუ ანალიზი მე დეტალებში ვერ შევალ ამ ანალიზის, ჩვენ სპეციალისტებს ვთხოვეთ გაიანალიზებინათ და მათ დაადგენეს რომ სრული აბსურდია, რა შეგვიძლია დაგაკავშიროთ შესაბამის სპეციალისტებს. მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების